მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს მონოლოგი მექნება და დღეს ვისაუბრებ ისეთ საკითხზე, როდესაც როგორც ინდივიდი, ისე კოლექტივი, როდესაც საკუთარ თავს არ აღიარებს, საკუთარ წარსულს არ აღიარებს და ცდილობს რომ სხვა იყოს. და ეს სხვად ყოფნა რას ნიშნავს? ანუ რას ნიშნავს, როდესაც შენ თავი მიგაჩნია იმათ, ვინც ისტორიულად არ იყავი, ვინც გონია რომ იყავი, მაგრამ ცნოში არ იყავი, ხო? ეხლა საუბარი მექნება სწორედ ვესტერნიზაციაზე, ეს არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს რომ დასავლურ ცივილიზაციის, აქ საუბარი არის არა ზოგადად ევროპულ ცივილიზაციაზე, არამედ მის დასავლურ ნაწილზე, როდესაც დასავლური ცივილიზაცია თავს აჩვენებს სხვა დანარჩენებს და შეაქს სხვაგან მისი კულტურა და ახდენს ასიმილაციას. ანუ ვესტერნიზაცია დაკავშირებული იყო გარკვეულწილად ასიმილაციურ პროექტთან, როდესაც თვითონ გელაპარაკებიან უნივერსალისტურ საფეხურიდან, უნივერსალისტურ კუთხიდან და გეუბნებიან რომ შენც ხარ მისნაირი, ოღონდ უბრალოდ ჩამორჩები. არ არის განსხვავება და მე-15-მე-16 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის, როდესაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილზე დაიწყო კოლონიალიზაცია და პლუს ამას გლობალიზაცია, ახალი სახის გლობალიზაცია, რომელიც განპირობებული იყო ერთი იდეოლოგიური შინაარსით. ეს იდეოლოგიური შინაარსი იყო ის, რომ დასავლეთ შექონდა კულტურა სხვა დანარჩენ რეგიონებში ჩამორჩენილი, ველურულ რეგიონებში და ამიტომ მათი მთავარი მიზანი იყო და ამართლებდნენ საკუთარ კოლონიალურ პოლიტიკას, იმიტომ რომ შექონდათ კულტურა. დასავლეთი ზოგადად განმავლობის პერიოდიდან საკუთარ კულტურას მიიჩნევს უნივერსალისტურ კულტურად. ეს არ არის ახალი, მაგალითად, როდესაც კონკრეტული ეთნორელიგია ხდება გლობალური ეთნორელიგია და ამბობს რომ მე ერთ-ერთი ეთნორელიგია კი არა ვარ, მე ვარ გლობალური ეთნორელიგია, მე ვარ უბრალოდ გლობალური რელიგია და სხვა ეთნორელიგიები არ არსებობენ. უარყოფ სხვა ეთნორელიგიების ლეგიტიმურობას და მხოლოდ შენი ეთნორელიგიის არს აღიარებ. მაგალითად, თავის დროზე ისლამი იყო არაბების ეთნორელიგია, რომელმაც დაიწყო სხვა ეთნორელიგიების შევიწროება და არა მარტო ეთნორელიგიების შევიწროება და გაავრცელა საკუთარი რელიგია მთელ ახლო აღმოსავლეთზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე, სპარსეთზე, ირანის ტერიტორიაზე და ინდოეთის მიმართულებითაც კი გააგრძელა. შესაბამისად, ეს მიდგომა, როდესაც საკუთარ კულტურას საკუთარ რელიგიას ან საკუთარ იდეოლოგიას აცხადებ უნივერსალისტურად, ეს არის სწორედ რა გარკვეულწილად კოლონიალიზმის პოლიტიკის გაგრძელება. მაგრამ მოდით გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი მოვლენა. ერთი არის მოდერნიზაცია, რომელიც მართალია დაიწყო დასავლეთში და მეორე არის ვესტერნიზაცია. მოდერნიზაციასა და ვესტერნიზაციას შორის არის განსხვავება, თუმცა ერთმანეთს რა ფორმებით გვანან, მაგრამ რა არის განსხვავება. მოდერნიზაციისთვის დამახასიათებელია მაღალი ტექნოლოგიები, მოდერნიზაციის დამახასიათებელია ინდუსტრიული საზოგადოება, მოდერნიზაციის დამახასიათებელია ცოდნაზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნა. მაგრამ ჩვენ ისტორიაში ვიცით, რომ არსებობდა რამოდენიმე საზოგადოება, რომელმაც მოახდინა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაცია, ისე რომ არ მოახდინა ვესტერნიზაცია. მაგალითად, იაპონია. იაპონია მოახდინა საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაცია, მან მიიღო დასავლური განათლების სისტემას, მათ მიიღო დასავლური ტექნოლოგიები, მაგრამ საკუთარი კულტურული იდენტობა შეინარჩუნა. ეს მოდერნიზაცია ძალიან სპეციფიური აღმოჩნდა და ეს სპეციფიური მოდერნიზაცია მაჩვენა, რომ თურმე ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია არ არის ერთი და იგივე. თურმე შეიძლება მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე. თურმე სულ არაა აუცილებელი შენ მიიღო ყველაფერი დასავლური იმისთვის რომ იყო განვითარებული საზოგადოების ნაწილი. თურმე შესაძლებელია მაგალითად მოგვიანებით ეს ჩინეთმა ქნა, აი დღეს უკვე ჩვენ ხედავთ რომ ჩინეთმა მოახდინა მოდერნიზაცია, ეს უეჭველია, მოახდინა მოდერნიზაცია, გარკვეულწილად გლობალიზაციას, ნაწილობრივ ვესტერნიზაციაც კი
რაღაცა სფეროებში, მაგრამ შეენარჩუნა საკუთარი იდენტობა, საკუთარი მძლავრი ცივილიზაციური იდენტობა, რომელიც პრაქტიკულად ყველა გამოვლინებაში განსხვავდება დასავლურ ცივილიზაციისგან. მაგრამ იქ სადაც მოდით ვთქვათ, არ მოხდა მოდერნიზაცია და დაიწყო ვესტერნიზაცია. რა ხდება მანდ? ეს არის საქართველოს მაგალითი მინდა მოვიყვანო. საქართველოს მოდერნიზაცია მოახდინა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. პირველი ძლიერი მოდერნიზაციული ტალღა იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც საზოგადოება, რომელიც იყო აგრარული, სადაც მოსახლეობის 95%-მა წერა-კითხვა არ იცოდა წერა-კითხვა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, სადაც არ იყო განვითარებული ტექნოლოგიები, სადაც არ იყო განვითარებული სხვადასხვა სამეცნიერო დარგები, საბჭოთა კავშირში განიცადა ისეთი სახის ნახტომი, მოდერნიზაციის ნახტომი, რომელმაც მიცა ქართულ საზოგადოებას მთელ რიგ ასპექტებში, იქნებოდა ეს კულტურული თუ მეცნიერულ ასპექტებში, გარკვეული სიმაღლეები დაიკავებინათ. შემთხვევითი არ არის, რომ უზნაძის თეორია გაჩნდა საქართველოში, განწყობის თეორია, შემთხვევითი არ არის, რომ ფიზიკოსების მთელი პლიადა იყო ქართველების, რომლებმაც ფიზიკის ინსტიტუტში შექმნეს ძლიერი ქართული მათემატიკური სკოლა, ძლიერი ქართული ფიზიკური სკოლა და ასე შემდეგ. და საზოგადოება შექმნა კულტურული შედევრები, ქართული კინო შეიქმნა ქართული ძლიერი თეატრი აქამდეც იყო, მაგრამ ეს გახდა უკვე საერთაშორისო ხასიათი მიიღო და შეიქმნა საკმაოდ მოდერნული საზოგადოებაში დამახასიათებელი ყველა ნიშანი ქონდა ქართულ საზოგადოებას. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც მოიშალა მთელი რიგი მოდერნისტული ინსტიტუტები და დაიწყო გარკვეულწილად დეგრადაცია ყველა სფეროში, იქნებოდა ეს მეცნიერება, კულტურა და ასე შემდეგ, როდესაც ინსტიტუტები მოიშალა, მოდერნიზაციის ახალ ტალღად, ტრანსფორმაციის ახალ ტალღად მოგვევლინა ვესტერნიზაცია უკვე. ხა ვესტერნიზაცია რითი იყო განსხვავებული იმ მოდერნიზაციისგან, რა მოდერნიზაციას ჩვენ გქონდა. ვესტერნიზაცია ჩვენ გვთავაზობდა არა იმდენად ძლავრ მოდერნიზაციულ პროექტს, რამდენადაც გვთავაზობდა კულტურულ ტრანსფორმაციას, რომელიც მოერგებოდა გარე ბაზარს და გარე აქტორებს. როდესაც ქართული მხარე გახდა მხოლოდ საქართველოს აღიქმებოდა როგორც იმ დიდი ევროპული ან დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი პროვინცია, ერთ-ერთი პერიფერია, რომელიც უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული ამ დიდ სისტემაში. როდესაც სააკაშვილის დროს საუბარი იყო ინსტიტუტებზე და ამ დიდ რაღაც მოდერნისტულ პროექტებზე, იქნებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტი თუ სხვადასხვა კულტურული დაწესებულება, მაშინ ითქვა, რომ საქართველოს არ ჭირდება ესენი. და დაიწყო მათი რადიკალური და მკვეთრი შემცირება. ზოგიერთი მათგანი შეუერთეს ილიანის, ზოგიერთი მათგანი გაუქმდა, ზოგიერთი მათგანი შეამცირეს რადიკალურად და ისტორიის როლი და ზოგადად მეცნიერების როლი საზოგადოებაში დაეცა. მაგრამ მოხდა გარეგანი სამომხმარებლო ფორმები აბსოლუტურად შემოვიდა დასავლური, ჩვენ გადავიქეცით დასავლურ სამომხმარებლო საზოგადოება, ჩვენ დავიწყოთ დასავლური პროდუქტების აქტიური მოხმარება, ჩვენ გავარკვიეთ დასავლურ გარკვეულწილად ტექნოლოგიებში, ოღონდ ეს გარკვევა როგორი იყო, ჩვენ არ შეგვეძლო ამ დასავლური ტექნოლოგიების შექმნა, ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ ამ დასავლური ტექნოლოგიების მოხმარება, ესე ვთქვათ. აქ ადგილზე არ იწარმოებოდა არაფერი დასავლური ტექნოლოგიების, ანუ მოდერნიზაციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გარეგნულად აბსოლუტურად დავემსგავსეთ ევროპელებს, დავემსგავსეთ განვითარებულ დასავლეთს, სხვა სახის ჩაცმულობას, მოხმარების სხვა კულტურა შემოვიდა, რაც ზოგიერთების თვალში ეს გავდა მოდერნიზაციის რაღაც მნიშვნელოვან ელემენტებს. კი შეიძლება ითქვას, რომ მოდერნიზაციისთვის და პოსტმოდერნული კულტურული ელიტები შემოვიდნენ, რომლებიც საუბრობდნენ ცნობიერებაზე, რომლებიც საუბრობდნენ საბჭოთა გამოცდილებაზე, როგორც უარყოფითზე და რაღაც ფორმები თითქოს მიიღო ეს დასავლური, მაგრამ ფუნდამენტურად ან შინაგანად საზოგადოება, რატო ვართ
არამოდერნულები ეხლა ხო, რატომ ვერ მოახდინა ლიბერალურმა ეგრეთ წოდებულმა მოდერნიზაციამ ჩვენი პრიმიტივიზაცია, პირიქით ბარბარიზაცია მოახდინა და არა ესე იგი მოდერნიზაცია. რატომ მოახდინა ეს? ჩვენ რომ დავკარგოთ, ჩვენ რომ გამოვეთიშოთ იმ რაღაც გლობალურ ბაზარს, ჩვენ არ გვაქვს იმის ცოდნები, არ გვაქვს იმის ტექნოლოგიები და არ გვაქვს იმის სტრუქტურები, რასთავარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს ცოდნაზე ორიენტირებული რაღაცა ეკონომიკის ცოდნაზე ორიენტირებული, კულტურის ცოდნაზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნა. ჩვენ პირიქით, რაც უფრო დრო გადიოდა, ცოდნაზე ორიენტირებული საზოგადოება მით უფრო იშლებოდა და დღეს აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც ამ დასავლური მარკეტოლოგია და პროპაგანდა ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ჩვენ აღმოჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ვართ გარკვეულწილად გარეგნულად ვესტერნიზებული, მაგრამ შინაგანად ბარბარიზებული საზოგადოება, ადამიანები, რომლის ნაწილსაც საკუთარი თავი მიაჩნია იმათ, ვინც არ არის. ამიტომ გაჩნდა ახალი ნარატივი, ეგრეთ წოდებული ევროპელობის ნარატივი, რომ ჩვენ უძველესი დროიდან ევროპელები ვართ, შეიქმნა ახალი რაღაცა მთელი ინტელექტუალთა შრე, რომელიც ამაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, არ უნდა უარყოთ ჩვენი და ევროპის კულტურული კავშირები. არ უნდა უარყოთ ის, რომ ეს კავშირები იყო სწრაფვა ევროპისკენ, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, იყო ევროპა თავის დროზე იყო განვითარებული და ერთადერთი განვითარებული ცივილიზაცია იყოს, აი რამოდენიმე წელია, რაც ის კარგავს უპირატესობას ტექნოლოგიებში, ის კარგავს უპირატესობას განათლებაში და მის ადგილს იკავებს ჩინეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ, მაგრამ აქამდე სულ იყო ევროპული და გასაგებია, რომ სწრაფვა რატომაც იყო ევროპისკენ, მაგრამ ნახეთ ამ პროცესში რა დაიწყო, ამ პროცესში დაიწყო ის, რომ საკუთარი თავის გასაღება დავიწყოთ იმათ, ვინც არ ვართ. და ეს პროცესი, საკუთარი თავის გასაღება იმათ, ვინც არ ვართ, ეს არის სიმულაციის პროცესი. ანუ ჩვენ დავიწყეთ პროცესი, მიმსგავსების პროცესი, ოღონდ ეს მიმსგავსება აღმოჩნდა უშინაარსო. როდესაც საუბრობ უშინაარსო მიბაძვაზე, საუბრობ იმაზე, რომ კი თითქოს როდესაც ჩვენ საუბრობთ მიბაძვაზე, გარეგნულად თითქოს გავართ ჩვენ ევროპელებს, ჩვენ ისევე შეგვიძლია Facebook-ის მოხმარება, გაჯეტების მოხმარება, კომპიუტერის მოხმარება, როგორც უამრავ გერმანელს, უამრავ ფრანგს და ასე შემდეგ. ამაში მსგავსება ნათელია. ძალიან ბევრმა ქართველმაც ისწავლა ინგლისური, შეუძლია კომუნიკაცია დაამყაროს დანარჩენ სამყაროსთან. ესაც გასაგებია, მაგრამ სამაგიეროდ რატომღაც აღარ იქნება ის კულტურა საქართველოში, ის მაღალი კულტურა, მოდერნული კულტურა, რომელიც აუცებდა დანარჩენ სამყაროს. აღარ იქნება ესეთი. აღარ გვაქვს რაღაცა განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. აღარ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული ისეთი მიღწევები, რომლებიც მოდერნულ საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამიტომ საბჭოთა მოდერნიზმი, რა თქმა უნდა, აკლდა ვესტერნიზაცია, ნამდვილად აკლდა ვესტერნიზაცია და ფორმებში კი რაღაცაში გავდა ეს დასავლურს, მაგრამ მაინც ცოტა განსხვავდებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად იყო მოდერნისტული პროექტი. აი თანამედროვე პროექტი არა მოდერნისტული პროექტი, თანამედროვე პროექტი არის ის, რომ გარეგნულად ეს არის ვესტერნიზაცია, შინაგანად ეცა სიმულაცია, ანუ უშინაარსო მიბაძვა. ანუ როგორც კი ფრანგს მაგალითად შეუძლია, ფრანგულ საზოგადოებას შეუძლია გარკვეულწილად მოახდინოს რაღაცა ცოდნების აკუმულირება, მოახდინოს რაღაც საკუთარ კულტურულ ღირებულებებზე იდგეს. სიმულირებულ უკვე ქართველს ეს აღარ შეუძლია. სიმულირებულ ქართულს არა მარტო სიმულირებულ ქართულს, ვინც არ უნდა იყოს სიმულირებული, გინ ქართველი იყოს, გინ სომეხი იყოს, გინ რუსი იყოს და გინ თურქი იყოს, თუ ის სიმულირებულია, თუ ის სიმულაციის პროცესში არის, ანუ უშინაარსო მიბაძვის პროცესშია, ის ვერ შექმნის საკუთარ კულტურას. ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ჩვენი თავი ფუნდამენტურად დავკარგეთ. თუკი მოდერნიზაციის პერიოდში ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი თავი და დავიწყოთ საკუთარი თავის აღმოჩენა, დღეს ვართ ისე დაკარგული ჩვენ თავთან, ჩვენ რეალობასთან. აი დაახლოებით ისე ახლა მე რო წარმოვიდგინო საკუთარი თავი ბრედ პიტად.
განაც ცუდია ბრედპიტობად ყოფნა. რა თქმა უნდა, არაა ცუდი ბრედპიტად ყოფნა, მაგრამ მე ვერ ვიქნე, ჩემი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩემი თავი აღმოაჩინო და არა ის, რომ მე მივბაძო ბრედპიტს. ანუ ბევრი არსებობს ესეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ვარსკვლავებს, ესე ვთქვათ, მსახიობებს ბაძავენ, იკეთებენ რაღაცა პლასტიკურ ოპერაციას, მაგრამ ისინი ვერ ხდებიან იმათ, ვისაც ბაძავენ, ხო? ისინი ხდებიან რაღაც უშინაარსო, სასაცილო, კომიკურ ხშირ შემთხვევაში ასლებად. აი ეგეთ ასლებად დაგვამსგავსეს ჩვენ აი ამ პერიოდის განმავლობაში და მოხდა გარკვეულწილად სამწუხაროდ შინაარსებისგან დაცლა. ამიტომ საქართველოში რა არის აქტუალური? საქართველოს შინაარსობრივი დისკუსიები ძალიან იშვიათია. სამაგიეროდ აქტუალურია ეს სიმულაციური დისკურსები და ამ სიმულაციური დისკურსების თავარი არსი არის ის, რომ გავართ კი, ხო გავართ უბრალოდ, ხო გავართ დასავლეთს. აი იქ რაც აქტუალურია, ჩვენთანაც აქტუალური უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება აქ აბსოლუტურად სხვა სოციალური რეალობა, სხვა პოლიტიკური რეალობა და სხვა კიდე ეკონომიკური და კულტურული რეალობა იყოს. აბსოლუტურად განსხვავებული და აბსოლუტურად სხვა რაღაცას მოითხოვდეს არსებული გეოგრაფია, არსებული სივრცე იმისთვის, რომ შეიქმნას კულტურაში. ხო არა, ჩვენთან არის აბსოლუტურად გადამღერება, ჩვენთან არის აბსოლუტურად უშინაარსო, ესე ვთქვათ, მიბაძვა, უშინაარსო მიბაძვა. სადაც ვესტერნიზაცია ხდება მოდერნიზაციის გარეშე. მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც შემოვიდა, ეს არის დემოკრატიის გაგება, ხო? ლიბერალურმა დემოკრატიამ რატომ გაიმყარა საქართველოში ესე იგი ფესვები? ჯერცერთი როდესაც ვამბობ დემოკრატიას, არ გულისხმობ აქ დემოკრატიას, იმიტომ ლიბერალური დემოკრატია არასდროს არ იყო დემოკრატია ჩვენარ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში. ჩვენარ ქვეყნებში ლიბერალური დემოკრატია იყო იმათი დიქტატურა, რომლებიც არიან სიმულაციაში. ესა სიმულაკრების, აი ყველაზე ესეთი სიმულაკრების დიქტატურა. ესა სიმულაკრების დიქტატურა დანარჩენ საზოგადოებაზე, რომლებიც ყველაფერს, რასაც არსი, შინაარსი გააჩნია, ებრძვიან. ისინი ებრძვიან ჩვენ რელიგიურ შინაარსს და იდენტობის შინაარსს, ისინი ებრძვიან ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, ანადგურებენ. გახსოვთ ალბათ სააკაშვილის დროს ბევრი ძეგლი როგორ განადგურდა და ახალი ძეგლები როგორ იდგმებოდა, სიმბოლიკის ცვლილებები როგორ ხდებოდა, ძველი სიმბოლიკების ჩარეცხვა როგორ ხდებოდა, ძველი საზოგადოების ჩარეცხვა როგორ ხდებოდა. ეს იყო სიმულაკრების დიქტატურა, ანუ ისეთი სიმულაკრა რა არის? ეს არის იმის კოპიო, რომელსაც ორიგინალი არ გააჩნია. თვითონ დასავლეთია ეს, მაგრამ სინამდვილეში არც დასავლეთი არ არის, რაღაცა გაუგებარი რაღაცის ის არის ასლები იყო მთელი ეს ჩვენი ლიბერალური ელიტა, ხო? რომელსაც რა თქმა უნდა ლიბერალური დღესწესრიგი ჰქონდა არჩეული, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ეს არის უშინაარსო სივრცეს, რომელიც ქმნის ასევე უშინაარსო ცარიელ ადამიანს. როდესაც ლიბერალურ დემოკრატიაზე მაქვს საუბარი, სწორედ იმაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ გვყავს სიმულაკრების დიქტატურა. სიმულაკრების დიქტატურის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს უმცირესობის დიქტატურა, ეს იყო უმცირესობის დემოკრატია, ესე ვთქვათ, ხო? ლიბერალური დემოკრატია, ეს არის უმცირესობის დემოკრატია საქართველოში, ანუ ეს არის NGO-ების დემოკრატია, ეს არის ნაციონალ-მოძრაობის სხვადასხვა განშტოების დემოკრატია, ეს არის სხვადასხვა აქტივისტების დემოკრატია, ეს არის სხვადასხვა ესეთი ესე ვიტყვი ნაციონალების კულტურული და ინტელექტუალური ელიტების დემოკრატია, სადაც მხოლოდ მათი გადაწყვეტილებებით და მათი გეოვნებებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა, ხოლო სხვა დანარჩენი საზოგადოების ნაწილი უნდა იყოს მარგინალური, უნდა იყოს შევიწროებული და უნდა იყოს დამცირებული, რაც თავარია. ეს დანარჩენი საზოგადოება უნდა აღიზარდოს, უნდა მათრახით აღიზარდოს, თუ საჭიროა, მკაცრი ხელით აღიზარდოს, ამიტომ სააკაშვილი არის სიმბოლო აი ამ სურვილს, სიმულაკრას წყურია სააკაშვილის ხელი. სიმულაკრას უნდა რომ სააკაშვილის ნაირმა ადამიანმა დაამციროს, დასაჯოს ქართველი, იმიტომ რომ ეს ქართველი ახსენებს მას, რომ არსებობს შინაარსი. და შინაარსი მას ყველაზე მეტად ეჯავრება, ეზიზღება შინაარსი, მას უნდა ეს პოზა, სიმულაციური პოზა, რომლითაც ის დატკბება. ეს არის თვით დატკბობის, თვით ესე იგი საკუთარი თავით ტკბობის რაღაცა მანია და ამ ტკბობის მიზეზი ხდება სიმულაცია. ამ ტკბობის მიზეზი ხდება სიმულაცია, დასავლეთის სიმულაცია,
ოღონდ რა თქმა უნდა ხა მათ არ გააჩნიათ ის ცოდნები, რაც ცოდნების დასავლეთშია, მათ არ გააჩნიათ რეალური ესე ვთქვათ პოლიტიკური მიზნები. როდესაც ესე იგი საუბარია ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი გაურებული მდგომარეობა ევროპასთან მიმართებაში. ერთი მხრივ, როდესაც ვამბობ, რომ ვაკრიტიკებ ევროპას, ხშირ შემთხვევაში მე უფრო ვაკრიტიკებ იმას, რაც ჩვენთან არის წარმოჩენილი როგორც ევროპა, ანუ სიმულაციას. მეორე მხრივ, როდესაც ვამბობ, რომ როდესაც ვუყურებ ევროპას, ევროპის ძალიან ბევრი მოდელი, მაგალითი ძალიან მომწონს, აი სკანდინავიური კეთილდღეობის სახელმწიფო. აი როგორ შეიძლება მასთან მიმართებაში კონდეს რაღაცა შენიშვნი მით უმეტეს იმ პოზიციიდან აპოზიციაში თქვა ქართველები ვიმყოფებოდო. რა თქმა უნდა არა გვაქვს ამასთან მიმართებაში, მაგრამ თუ კი სკანდინავიური სოციალიზმი ესე ვთქვა, კეთილდღეობის სახელმწიფო შინაარსით შემოდის შემთან და იქნება აქ მართლა შინაარსობრივად კეთილდღეობის სახელმწიფო, პირიქით ეგ ჩემი მოკავშირე გამოდის ევროპა, მაგრამ თუ კი ევროპა შემოდის როგორც სიმულაცია, უშინაარსობა ჩემთან, რომელიც გადაწერითაა დაკავებული ჩემი კულტურის გადაწერით და ცდილობს რომ ჩემი კულტურის ნაცვლად აქ იყოს სიმულაცია, ესეთ ევროპასთან მაქვს პრობლემები, ესეთ ევროპასთან მიჩნდება იდენტობის კრიზისი და ესეთ ევროპასთან მიჩნდება ერთ-ერთი დამოკიდებულება, რომ ვებრძოლო მას. და ამ კულტურულ ფონზე იქნება კიდე ერთი რაღაცა მიმართულება, ესა ინდივიდუალიზმის მიმართულება. ინდივიდუალიზმი ჩვენ ყოველთვის დადებით კუთხით აგვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ ინდივიდუალიზმს აქვს საკუთარი, როგორ გითხრათ, კულტურული სივრცე, სადაც ის რაღაც შეიძლება ჯანსაღად არსებობდეს. აი ქართულ რეალობაში, სადაც სიმულაკრების დიქტატურაა, ინდივიდუალიზმი რას ნიშნავს ქართულ რეალობაში? ქართულ რეალობაში ინდივიდუალიზმი ნიშნავს ესეთი ისტორია აქვს უკვე ჩვენთან ინდივიდუალიზმს, რომ ის ვინც ინდივიდუალიზმის სახელით საუბრობს, ის აპრიორი საკუთარ კულტურულ იდენტობას ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. ანუ ეს იქცა ინდივიდუალიზმი იარაღად, ესე ვთქვათ, პროგრამად, უფრო მეტად, სიმულაკრების ხელში, რათა ესე იგი ადამიანები გაანთავისუფლონ კულტურული შინაარსებისგან. აი ჩვენ ხედავთ ახლა აქციების მიმდინარეობს, აი მათ ქცევებს ხედავთ ჩვენ, ეს არის აბსოლუტურად სიჯანსაღისგან, შინაარსისგან დაცლილი ინდივიდები, რომლებსაც თავი ინდივიდებად მიაჩნიათ, მაგრამ ეს არის შინაარსდაკარგული ინდივიდები. ეს არის ინდივიდები, რომლებიც ვითომ სხვა რაღაცებს იცმავენ, მაგრამ ერთნაირი ფსიქოტიპები არიან. ანუ აქ ნახეთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ტრადიციულად გარეგნობას, განსხვავებულ გარეგნობას, იქნებოდა გრძელი თმა, იქნებოდა რაღაცა სხვადასხვა აქსესუარი, საყურე, ქონდა ამბოხის მომენტი ახალგაზრდებში და ეს რაღაც მომენტში ჯანსაღიც იყო. რაღაც მომენტში ჯანსაღი იყო, ცდილობდნენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, ანუ საკუთარი თავის რეალიზებას. ეხლანდელი მდგომარეობა, ანუ ეხლანდელი როდესაც გარეგანი გამოხატულება ხდება, პირიქით იმ ტრადიციულ სქემას ეწინააღმდეგება, რაც იყო. ეხლა არათუ არ ხდება საკუთარი თავის დამკვიდრება, არამედ ხდება პირიქით ესეთ ინდივიდუალისტს აქვს იმის შედეგი, რომ იქცეს ერთი კოლექტივის ნაწილად. თუ ადრე პირიქით იყო, რომ ცდილობდნენ, რომ ეს კოლექტივიდან გამოყოფილიყვნენ და ამ დაპირისპირებაში საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინათ როგორც განსხვავებულის. ეხლა ეს განსხვავებულობის რეალიზებით შეხდები ისეთივე როგორც ყველა არის, ისეთივე როგორც ყველა ლიბერალია. და ეს პროცესი ქმნის ერთი და იგივე ადამიანს, ანუ ინდივიდუალიზმს აღარ მივყევართ პიროვნების ჩამოყალიბებამდე. ინდივიდუალიზმს ეხლა ამ კულტურულ სივრცეში მივყავართ სიმულაკრის ახალი კოლექტიური სიმულაკრის შექმნამდე, რომელიც გაიმეორებს იმ ნარატივებს, გაიმეორებს იმ მესეჯ ბოქსებს, რა მესეჯ ბოქსიც აქვს ყველა ლიბერალს. ეს არის აბსოლუტურად ან ინდივიდუალიზმის კულტურით იქნება ყველაზე ანტიინდივიდუალური, ყველაზე სიმულაციური და ანტიპიროვნების პროტოტიპი, რომელსაც დღეს ჩვენ ხედავთ აქციებში. ამას ებატება კიდე ერთი გაგება, ეს არის რაღაც თავისუფლების სპეციფიური გაგება და ეს სპეციფიური გაგება, ანუ დასავლეთს მიაწერენ ისეთ თავისუფლებას, სადაც
რომელიც უბრალოდ ანტიისტორიულია. ანუ მაგალითად დასავლეთს მიაწერენ ისეთ თავისუფლებას რომელიც აგებულია თვითნებობაზე. ანუ თვითნებობაზე და ჰედონიზმის უკიდურეს რაღაცა ზღვამდე. თქვენ ჩახვიდეთ ევროპაში თქვენ ნახავთ რამდენი შეზღუდვებია ახალგაზრდებზე, რამდენი შეზღუდვებია სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს ნარკოპოლიტიკა იქნება ეს სხვადასხვა მიმართულებები, ხო? აქ კიდე თავისუფლება გაიგება როგორც ამ შემთხვევაში ესეთი სიმულაკრას პოზიცია რომ საკუთარ თავს ავნოს კულტურას და ავნოს რაღაცა გარემოს, სოციალურ გარემოს, სადაც ის ცხოვრობს. და ეს ქმნის ძალიან ისეთ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის რომ აქ შინაარსობლივმა არაფერმა გაიხაროს. ეს არის თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი კულტურა, რომელიც ყველანაირ შინაარსს ანადგურებს და ანადგურებს პირველ რიგში იმას, რაზეც შეიძლება შინაარსი გაჩნდეს. ეხლა ვთქვათ, რაზეც შეიძლება შინაარსი აღმოცენდეს. შინაარსი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ რაღაც ავთენტურობაზე. ავთენტურობა რა არის? ავთენტურობა არის ის, რომ შენ უკვე საკუთარ თავს როგორც გამოყოფილ მეს, ანუ საკუთარ კულტურას, როგორც გამოყოფილ კულტურას უყურებ, საკუთარი კულტურიდან უყურებ დანარჩენ სამყაროს და ეს საკუთარი კულტურიდან ყურება შენ განსხვავებს სხვებისგან. ან როდესაც შენ უყურებ როგორც ქართველი სამყაროს, შენ ხარ საინტერესო სხვებისთვის. მაგრამ შენ როდესაც უყურებ როგორც სიმულაკრა სამყაროს, შენ ისეთივე სიმულაკრა ხარ როგორც ყველას დანარჩენ სხვა სამყაროში. ანუ უშინაარსო, უკულტურო რასთავარია და ესე იგი რაღაცის კოპირება ხარ. ანუ კოპირებას როგორ შეიძლება ქონდეს ავთენტური ხედვა. კოპირება იმეორებს იმას, სხვის ხედვას იმეორებს, როგორც დამახინჯებულად უშინაარსოდ გარეგნული ფორმებით. და აქედან იწყება ჩვენი კულტურის დაცემაც. ჩვენი კულტურა დაეცა სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდა ჩვენ კულტურაში არ მოხდა ამ შინაარსების შემოტანა. არამედ მოხდა ის, რომ რა მოიწონება ქართულს კი არ იყო აქ თავარი. რა მოიწონება, ჩაჯდება თუ არა ეს რაღაცა დღის წესრიგში, ლიბერალურ დღის წესრიგში, ხო, ეს იყო მთავარი. გავიხსენოთ, ქართული ფილმი გამოვიდა, სახელი დამავიწყდა სამწუხაროდ, ქართულ ცეკვას, როგორც ცეკვას, ორი არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცი, ხო? აბსოლუტურად ესეთი ფილმები, რაც არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც გამოსულა, კულტურული ღირებულება არ გააჩნია. ეს ყველა ფილმი არის სიმულაკრა პირდაპირ ვთქვათ და აბსოლუტურად ისეთივე პროპაგანდა, როგორც ბევრი საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმი იყო, რომელიც ისტორიაში აღარ შემორჩა. საბჭოთა პერიოდში იყო შინაარსობრივი ფილმები და იყო პროპაგანდისტული ფილმები, რომლებიც არ შემორჩა, ხო? იყო შინაარსობრივი ფილმები, სადაც ეს კულტურული ელემენტი იყო. ჩვენთან ეს ელემენტი, კულტურული შინაარსობრივი ელემენტი გაქრა და გაჩნდა მხოლოდ ის ელემენტი, რომ იქ ჩავეწეროთ, ოღონდ იქ ჩავეწეროთ. არა ჩვენი რეალობით, არამედ ისე ჩავეწეროთ, რომ იმათ რა მოეწონება. ჩვენი საქმელი კი აღარ აქვს, არამედ იმათ თვალით უყურებთ უკვე რეალობას. რაც ქმნის კრიზის, იდენტობის კრიზისი კი კულტურის კრიზისს ქმნის. კულტურის კრიზისი მერე მოგეხსენებათ პოლიტიკის კრიზისს ქმნის და დღეს როდესაც საზოგადოება დაყოფილია ესაც ამ იდენტობის კრიზისის შედეგია. როდესაც დასავლურ კულტურაზე ვსაუბრობ, მინდა უბრალოდ ფუკოს ერთი ნაწყვეტი წავიკითხო, რომელიც აღწერს დასავლურ კულტურის ზოგადად სტრუქტურას და მინდა რომ შევადაროთ იმას, რაც დღეს კეთდება, ხო, საქართველოში. ციტირებ. მე ვთვლი, რომ ყველა კულტურა, უпростоრად ყველა კულტურული ფორმა დასავლურ ცივილიზაციაში, საკუთარი სისტემით, თავისი ტექნიკით და მეთოდებით, საკუთარი მიდგომა ეჭქვეშ შეეტანა ენა იმაზე, რომ მას უნდა სხვა რამის თქმა, ვიდრე ის ამბობს. ახლა დავაკვირდეთ, ჩვენ გვაქვს ესეთი ინტერპრეტაციული სისტემა ჩვენი კულტურისადმი? არა გვაქვს ესეთი ინტერპრეტაციული სისტემა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ენა, რომელიც ამ ყველა მოვლენას ჰომოგენურად, აბსოლუტურად ისე, ზედაპირულად
ზედაპირულ ინტერპრეტაციას ახდენს, რომელსაც აღარ გააჩნია საფუძველი. ანუ ჩვენ იმას კი არ ვახდენთ, რომ ჩვენი კულტურის ინტერპრეტატორები გავხდეთ. და ჩვენი ამ კულტურის ინტერპრეტატორობით შექმნათ და გავაცოცხლოთ ჩვენი კულტურული არქეტიპები, გავაცოცხლოთ ჩვენი კულტურული სიმბოლოები და ასე შემდეგ. არა. ჩვენთან ხდება ძალიან ესეთი მარტივი და ზედაპირული რამ, როდესაც სხვის ინტერპრეტაციულ სისტემას ვიყენებთ და ზედაპირულად იმის გარეშე რომ არ ვსწავლოთ ქართულ კულტურას, ზედაპირულად ესე იგი ვარგებთ ამას. მინდა შეგახსენოთ, იყო არის ესეთი წიგნი დაწერილი ილიაუნის პროფესორების მიერ, ესე იგი არის კლასიკური ტექსტი მაქს ვებერის პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სული და ესე დაწერეს, რომ ეხლა გამოვიდა ესეთი წიგნი მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფალი სული. ანუ პრიმიტიული ვებერიანიზმით ახსნეს, რომ თურმე მართლმადიდებლობა არის მონური ეთიკის მატარებელი, არათავისუფალი ადამიანის მატარებელი და ასე შემდეგ. ჯერ ერთი დღეს რო წեմ ვებერი 100 წლის წინ დაწერა ის და ეს ტექსტი და იმის შემდეგ უამრავი რაღაცა გადაიხედა, ხო? უამრავი ცოდნა დაგროვდა და თვითონ ვებერიანისტებმა გააკრიტიკეს ბევრი დებულება და კი ვებერის თეორია დღემდე ფუნქციონირებს, დღემდე ძლიერია, მაგრამ ესე გადმოტანა ქართულ რეალობაში ეს არის ისეთი სიმულაცია, სიმულაკრა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, აი რაც ახლა ხდება, ხო? ჩვენთან არ ხდება შინაარსობრივი, მოდი ესე ვთქვათ, ინტერპრეტაცია. შინაარსობრივი ინტერპრეტაციას კი ჭირდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს არის საკუთარი კულტურის ცოდნა. ინტერპრეტაცია ვერ მოხდება ისე, რომ შენ საკუთარი კულტურა არ იცი. აი კიდევ ციტირებ ფუკოს. ჩვენ გავხდით ინტერპრეტატორები ამ დამოულ აზრის ენის, რომელსაც ისტორია გვაწვდის. ინტერპრეტაციის თავარი არსი არის საკუთარი თავისთვის სარკეში ყურება. აი ნახეთ, საკუთარი თავისთვის სარკეში ყურება. ჩვენ არ ვუყურებთ საკუთარ თავს. ედვარდ საიდი ამბობდა ორიენტალიზმში, ეს ცნობილი აღმოსავლეთ ცოდნე, რომელმაც დაწერა წიგნი ორიენტალიზმი, სადაც აღწერს თუ როგორ ახდენს დასავლეთი აღმოსავლეთის წარმოდგენების მითვისებას და ისეთ მითვისებას, რომ მე აღმოსავლელის საკუთარ თავით კი არ უყურებს საკუთარ თავს, თვალით კი არ უყურებს საკუთარ თავს, არამედ დასავლელის თვალით უყურებს. აი მას აქვს, რომ ეგვიპტელი სარკეში რო იხედება, უყურებს არა ისე როგორც ეგვიპტელი დაინახავდა საკუთარ თავს, არამედ უყურებს ისე როგორც ინგლისელი დაინახავდა მას. აი ჩვენც ესე ვართ. ჩვენ უკვე აღარ უყურებთ და გააქრო ამ სიმულაციამ, გააქრო ქართული თვალის ფენომენი, როგორ შეიძლება ქართულად უყუროთ სამყაროს, ხო? და ერთადერთი ეს რაღაცა კუნძულივით, ესე ვთქვათ, ქართული კუნძულივით არის სხვადასხვა ეს კულტურული რაღაცა, ესე ვთქვათ, არტეფაქტი, იქნება ეს ზოგ შემთხვევაში ეკლესია, რომელიც ძირითადად მცველი არის ქართული კულტურის, იქნება ეს სხვადასხვა მოაზროვნეში, ფილოსოფიაში, აი აქამდე ყავდა მერაბ ამარდაშვილი და კიდე სხვები, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი ხედვები, ხო, ქართული ხედვები ქართულ რეალობაზე და ამის გარდა იყო რაღაცა კუნძულები, მაგრამ ეს არ ჩამოყალიბდა როგორც ცივილიზაციურ ფორმად. არ ჩამოყალიბდა. ამის მაგივრად გაიმარჯვა აბსოლუტურად სიმულაციურმა პროცესებმა. და უნდა მივხვდეთ, რომ ინტერპრეტაციას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც თანამედროვეობას არ აქვს, თანამედროვე ქართულ ლიბერალურ სივრცეს არ აქვს. ეს არის ის, რომ ინტერპრეტაცია უბრალოდ ზედაპირული კი არ უნდა იყოს მარტო. ინტერპრეტაცია უნდა იყოს შინაგანი, ადამიანი უნდა შედიოდეს მის ბნელ სულში და იმ სულიდან გამოქონდეს რაღაც ისეთი რამ, რისი დანახვაც მისთვის შეიძლება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ რაც მისთვის აუცილებელია. და როდესაც ის ხედავს აი ამ სიბნელეს, ის მის რაციონალიზაციას ახდენს. ჩვენთან რა არის, რას აკეთებს სიმულაცია? სიმულაცია იმის ნაცვლად, რომ ამ ეს შიშები გამოქონდეს, ეს სიბნელე გამოქონდეს გარეთ, ის ამ სიბნელეში ქმნის, ტოვებს და ამატებს ახალ შიშებს და ქმნის, რა ვიცი, აი
პუტინის შექმნის, რუსეთის რაღაც როგორც დემონურ სახეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმის ნაცვლად რომ მას გამოქონდეს შიშები და საზოგადოება გადალახოს ამ ინტერპრეტაციის წყალობით ეს შიშები, პირიქით ის კიდევ უფრო აღრმავებს შიშებს და აღრმავებს ირაციონალურ მოვლენებს, ხო? ამის გარდა თავარი ესეთი მომენტი არის ის, რომ იმის მიუხედავად რომ ლიბერალები ხშირად საუბრობენ ინდივიდუალიზმზე, ისინი კრიტიკულ მომენტში მოითხოვენ სოციალურ ეგოიზმს, რაც ნიშნავს, რომ აი ამ რაღაცა ჯგუფის ინტერესების ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს და ვინც არ გაერთიანდება, ის რადიკალურად უნდა იყოს გარიყული. ეს რადიკალური გარიყვის მიდგომა ამჟღავნებს და აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ცოტა სხვა მოვლენასთან და ლიბერალებში ხდება წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა იმას, რის დეკლარაციას ისინი ახდენენ და რასაც ისინი აკეთებენ. ანუ ერთი მხრივ ისინი დეკლარირებენ თავისუფლებას და თვითნებობას, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ გიგრძალავენ შენ თავისუფლებას და ზღუდავენ. ერთი მხრივ ისინი საუბრობენ თავისუფალ აზროვნებაზე, მეორე მხრივ ისინი არ უშვებენ თავისუფალ აზროვნებას რეალობაში. ერთი მხრივ ისინი საუბრობენ რაციონალიზმზე, მეორე მხრივ ისინი აბსოლუტურად ირაციონალურად იქცევიან და ირაციონალურობაში ამყოფებენ საზოგადოებას. ერთი მხრივ ისინი რაღაც შემწყნარებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ ისინი რადიკალურად შემწყნარებლები არიან ყველა მათი იდეოლოგიური და კულტურული მტრისადმი, ხო? ანუ ეს წინააღმდეგობა დეკლარირებულ და არადეკლარირებულ რეალურ საქმეებსა და დეკლარირებულ შორის არის ერთი რამის მაჩვენებელი. ამას ქვია შიზოფრენია. ეს არის სოციალური შიზოფრენია, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო, ლიბერალური ბაბლი იმყოფება. და ამ შიზოფრენიის მიზეზი არის ის, რომ არ ხდება პიროვნების გაერთიანება და ამ გაერთიანებას როდესაც საუბრობ, საკუთარ ისტორიულ და იდენტობის გამოცდილებასთან, რეალურ ავთენტურობასთან არ ხდება. ანუ ავთენტურობასა და რომელიც არის ესე იგი ავთენტურობა, ნამდვილობა, ხო? ესე ვთქვათ, საკუთარ ნამდვილობასთან არ ხდება შეხება. როდესაც საკუთარ ნამდვილობასთან არ ხდება შეხება, ფსიქიკაში, კულტურულ მოვლენებში იწყება სქიზმა, გახლეჩვა ხდება. ეს გახლეჩვა ყველა ჩვენ სოციალურ სივრცეში, ცხოვრებაში ყველგან ხდება. ხდება პოლიტიკაში. პოლიტიკაში არის აბსოლუტურად გახლეჩილი, ხო? დემოკრატები, რომლებიც ყველაზე ანტიდემოკრატები არიან, ხო? ადამიანის უფლებების რაღაცა NGO-ები, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ და მერაბიშვილს უჭერენ მხარს, ხო? და ამართლებდნენ რაღაცა ძალადობებს, ხო? ადამიანები, რომლებიც რაღაცა ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, ხო? აი ეს არის აბსოლუტურად შიზოფრენიული მდგომარეობა და ამ შიზოფრენიული მდგომარეობის მიზეზი არის სიმულაცია და სამდე ჩვენ შიზოფრენულ მდგომარეობაში ვართ, როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა, როგორც წამყვანი პოლიტიკური ელიტაც, ხო, მათ შორის, ხო? იქამდე ღირებული ვერ შეიქმნება ვერაფერი. შეუძლებელია შიზოფრენულ მდგომარეობაში ღირებული რაღაცა შექმნა. მე შიზოფრენიაზე არ ვსაუბრობ როგორც სამედიცინო ტერმინზე. მე ვსაუბრობ როგორც სოციალურ შიზოფრენიაზე. სოციალური შიზოფრენია, სადაც ქცევა, აზროვნება და ქმედება გაყოფილია, გახლეჩილია და ერთი არ შეესაბამება მეორეს. აბსოლუტურად აცდენაში ერთი მეორესთან. აი ეს მთლიანად აცდენილობა, მთლიანად ესეთი მდგომარეობა ვერ ქმნის ერთთლიანობას. კულტურას კიდე რა ჭირდება? კულტურას ჭირდება მთლიანობა, კულტურას ჭირდება ერთიანობა და კულტურას ჭირდება სინამდვილე, ნამდვილობა, ავთენტურობა. ფრანკს, აი ქართულისგან განსხვავებით, არ აქვს პრობლემა საკუთარ იდენტობასთან. ის არ იტყვის, რომ მე ამერიკელი ვარ, ხო? უძველესი ამერიკელი ვარ, ფრანკი ხო არ იტყვის ამას. ქართველი იტყვის ამას. ქართველი იტყვის ამას, რომ ის უძველესი ევროპელია. და ის ამაში არ გულისხმობს გეოგრაფიას, რაც თავარია. იმის ამაში გულისხმობს რაღაც კულტურას, რომლის ნაწილის თვითონ არ ყოფილა. რომლის რაღაც ნაწილები, რა თქმა უნდა, შემოდიოდა როგორც გავლენით და რა თქმა უნდა, კვლავ ვიმეორებ, ვაღიარებთ, რომ ევროპულ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ ქართული
საზოგადოება ქართული კულტურა ჩამოყალიბდა როგორც ისეთი რამ, რომელიც საკუთარ თავში ხარშავს სხვადასხვა კულტურის ელემენტებს. და ეს მომენტი, როდესაც შენ ხარშავ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას შენში, ესაა შენი სინამდვილე, ესაა შენი ისტორიული გამოცდილება. და აი ამ პროცესში შენ ვერ ახდენ ესე იგი სინთეზირებას, ვერ ახდენ გარკვეულწილად სინთეზირებას, იმიტომ რომ შენი კულტურის და შენი რაღაცა გავლენების რაღაც ნაწილს უარყოფ მთლიანად, აბსოლუტურად უარყოფა ხდება და იმის მაგრად ვინც უნდა იყოს შენ, ანუ დასავლური და აღმოსავლური კულტურების გამაერთიანებელი, ის ვინც ახდენს სინთეზს ამ ორი კულტურის და ქმნის ახალს, ვეფხისტყაოსანი აიღეთ, ხო? ეს რა არის აღმოსავლური პოეზია, დასავლური ფილოსოფია, ქრისტიანული ღირებულებები, ეს ყველაფერი ერთად არის შეკრული და მაგიტომ გამოვიდა უნიკალური. მაგიტომ გამოვიდა უნიკალური. იმიტომ კი არა რომ სიმულაცია იყო დასავლური ან აღმოსავლური. ამიტომ გამოვიდა, იმიტომ რომ სინთეზი მოხდა. სინთეზი მოხდა და ამ სინთეზმა შექმნა შედევრი. აი ამ სინთეზის პროცესში როდესაც არ ახარ შენ, როდესაც შენ ნაწილს, შენი კულტურის, შენი მემკვიდრეობის ნაწილის უარყოფა ხდება, რა თქმა უნდა, ხა წარმოიდგინეთ თქვენც რომ თქვენი ცხოვრების რაღაცა შერჩევითი ნაწილი გქონდეთ რა და არ გახსოვდეთ ცხოვრების მეორე ნაწილი. ხო, მარტო ერთი ნაწილი რო გახსოვდეთ ცხოვრების და მეორე ნაწილი არ გახსოვდეთ. და თქვენ ვერ შედგებით როგორც ერთიანი ჩამოყალიბებული პიროვნება, იმიტომ რომ ჩვენ მეხსიერება სჭირდება მთლიანობა. და ქართული მეხსიერება, ისტორიული მეხსიერება ეს აღარ არის უკვე მთლიანობა. მე მინდა დავასრულო იმით, რომ რა არის გამოსავალი, ხო? აი ამ შეკითხვით, ბევრი იძახის ამას, ხო? რა თქმა უნდა, ესაა პროცესი. მე არ ვთვლი, რომ ხა ვიღაცა ფილოსოფოსი გამოვა, ან ვიღაცა მოაზროვნე გამოვა და რაღაცა მოსესავით წაგვიყვანს და გაგონთავისუფლებს, ეს ესე არ ხდება თანამედროვეობაში. ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივად გაცნობიერება და ეტაპობრივად რეაბილიტაცია იმის, რომ განსხვავებულობა და ჩვენი უნიკალური გამოცდილება ეს არ არის სამარცხვინო და ჩვენი უნიკალური გამოცდილება პირიქით ჩვენ გვმატებს ვიდრე გვაკლებს და არა აუცილებელი სიმულაცია ვიყოთ. პირიქით სიმულაცია ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ კულტურას და ჩვენ სოციალურ ცხოვრებას არ ადგურებს. ამიტომ დავიწყოთ მოდით ესე მე ყოველთვის მაქვს იმის განცდა, რომ ეს დებულება, როგორც დებულება, რომ აი ჩვენ მაინც და მაინც ევროპელები ვართ. ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და საკუთარ თავს შევხედოთ ისე როგორებიც ვართ და არ შევწყვეთ ამის. არ შევწყვეთ სარკეში ჩახედვის და აღმოაჩინოთ, რომ კი მთელი ჩვენი ნაკლოვანებით, მთელი ჩვენი უპირატესობებით ჩვენ განსხვავებულები ვართ. განსხვავებულობა არც კარგია, არც ცუდი. განსხვავებულობა არის ის, რაც ჩვენ ვართ და ამ განსხვავებულობით შეგვიძლია ჩვენი კულტურული ზეგავლენის მოხდენა სხვა დანარჩენებს. სიმულაციით ჩვენ ვერ მოახდენთ ზეგავლენას და თუ გვინდა რომ ამ სივრცეში ჩვენ ვიცხოვროთ, ამ სივრცეში გქონდეს კულტურული გავლენები, ჩვენ ეს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი თავის რეაბილიტაციას მოახდენთ. ეს რთულია, წლებია უკვე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართულობა და ქართული გამოცდილება სამარცხვინოა, მაგრამ პრინციპში ორი გზა არის. სიმულაციის გზამ ჩვენ რაღაც შემოქმედებით იმპოტენციამდე მიგვიყვანა, აღარა ვართ ძლიერი შემოქმედებითი ძალა და ეს გადაიზრდება შემდეგ უკვე დაუცილებლად უკვე ჩანს სხვა სახის კრიზისებამდე. და იმისთვის რომ ამ გზით არ ვიაროთ, უნდა რაღაცებს შევეჯახოთ აუცილებლად, მაგალითად საკრეში ჩახედვა ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა იმ ადამიანისთვის, რომელიც და იმ კოლექტივისთვის, რომელიც საკუთარ თავს გაორბის, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია. ტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესია იმისთვის, რომ გამოჯამრთელდეთ და დავიწყოთ და დაუბრუნოთ საკუთარ თავს. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა, დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ მოსაზრებები, მე აუცილებლად გიპასუხებთ და
გქონდეს მსჯელობა. ჩემთვის ერთია ავთენტურობა, შეიძლება სხვანაირად ხედავს ამ ავთენტურობას, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ, მოდი ესე ვთქვათ, გადავარჩინოთ ქართული ორიგინალობა, ქართული სინამდვილე. ქართული სინამდვილის გარეშე არ არსებობს ქართული კულტურა. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.